ლევან კოღუაშვილის ქუჩის დღეები პრესტიჟულ კინოფესტივალზე გასამგზავრებლად ემზადება. ქართული კინო როტერდამის კინოფესტივალზე 17 წლის შემდეგ ბრუნდება. ფილმის რეჟისორი და პროდიუსერები დღეს კულტურის სამინისტროში შეიკრიბნენ. ქუჩის დღეები ახალგაზრდა ნარკომანის შესახებ მოგვითხრობს. როგორ ანადგურებს ნარკომანია ადამიანს ფიზიკურად და რა არჩევანს გააკეთებინებს გუგა კოტეტიშვილის გმირს ნარკოტიკი კრიტიკულ სიტუაციაში. ნახეთ მარი კუბლაშვილის სიუჟეტში. ქართული კინო ევროპის წამყვან კინოფესტივალზე 17 წლის შემდეგ ბრუნდება. როტერდამის ფესტივალზე გასამგზავრებლად ლევან კოღუაშვილის ქუჩის დღეები ემზადება. ფილმმა A-კლასის ფესტივალზე მოსახვედრად რთული შესარჩევი ეტაპი გაიარა. ფესტივალზე გამგზავრებამდე ნიკოლოზ ზრურუა ფილმის გადამღებ ჯგუფს შეხვდა. წინაპირობა წარმატებისა არის ის, რომ ის A-კლასის ფესტივალზე როტერდამში არის მიწვეული მთავარ კონკურსში, არა უბრალოდ საჩვენებელში, არამედ მთავარ კონკურსში, რაც მინდა მივულოცო მთელ შემოქმედებით კოლექტივს, მინდა მივულოცო ყველა მსახიობს, ვინც ამ ფილმში თამაშობს და ეს არის ძალიან კარგი ნიშანი იმისა, რომ ქართულ კინოს აქვს სერიოზული მომავალი. როტერდამში იწყება იანვრის ბოლოს, 27 იანვარს გრძელდება 8 თებერვალამდე. და სასახიარო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მგონია რომ შეიძლება რაღაც ქართული კინო ყოველას ვინც ამ სფეროში მუშაობს, მგონი იმისთვის ერთმეტის წარმატება ყოველთვის სასახიარო არ და რა ვიცი. კარგია რომ ფილმი მოხდა. არ თქვი? უყვირი ხარ. გაწამეს ბიჭო. ზოგად საკაცობრიო პრობლემას ნარკომანიას, რომელსაც მსოფლიო კინემატოგრაფმა არაერთი ფილმი მიუძღვნა, ლევან კოღუაშვილიც ეხმაურება. მთავარ გმირს არაპროფესიონალი მსახიობი გუგა კოტეტიშვილი ასრულებს. ქუჩის დღეები თბილისელი ნარკომანის ცხოვრებაზე გვიამბობს. კორუმპირებული პოლიციელები მას 16 წლის მოზარდის დაბეზღების ანაცვლოდ ფულს და თავისუფლებას პირდებიან. ანტინარკომანული ტრაგიკული ისტორია, ისეთი წესიერი თავის დროზე წესიერი რაღაცნაირი ადამიანისა, რომელიც აი ამის გამო ეხება რაღაც სიტუაციებში და ბოლოს ხომ აი გარჩება, რომ რაღაც ტრაგიკულად დაამთავროს ცხოვრება. როტერდამის საერთაშორისო ფესტივალი 1972 წელს დაფუძნდა. კინოფესტივალი ახალგაზრდა და ნიჭიერი რეჟისორების აღმოჩენას და მათი ფილმების პოპულარიზაციას ეწევა. წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი და წინასწარ ასაკობრივია ძნელია იმის თქმა, როგორც წარმატებული იქნება, თვითონ უკვე მონაწილეობა კონკურსში და ის რომ შეირჩა საკონკურსო ფილმად უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. ფილმი, რომელიც როტერდამის ფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა, ქართულმა კინომოყვარულებმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე იხილეს. საქართველოს კინოთეატრებში კი ქუჩის დღეები მარტში გამოჩნდება.